ლოცავთ ყველა სიყვარულით. ვაგზელებთ კვლავ ჩვენს ლოცვას, ვაგზელებთ ჩვენს შრომას, ვწვალობთ, შრომობთ და ესე უნდა გავაგზავნოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე გვაქვს, გადასალახავი ძალიან ბევრი რამე გვაქვს. ჩვენ ამ პერიოდში მცხოვრებ ხალხს პრობლემა მენტალური, ემოციონალური, ხორციელი, ეს ყველაფერი ეს პრობლემები რაცა მოსაკრავი არაა, წვრილი უძახები, დიდი უძახი პრობლემა. ის წვრილი კენჭები რომ დაგროვდება, იმდენი შეიძლება დაგროვდეს და ისეთი სიმძიმე ეკნეს, რომ გინდა ერთი დიდი ლოდი დაგიგიდია იმ სიმძიმის და გინდა ეს წვრილი კენჭების სავსე თომარა. არ აქვს მნიშვნელობა. ცნობებიც ესეა, წვრილი და ბევრი ცნობა, იგივე გიცავთ ის ამ მნიშვნელობა. იმის შემთხვევაში ყველაფერი ეს არ უნდა დავაგროვოთ რა, უნდა გავუშვათ და მოვიცილოთ. და ვაგზალებთ, ვწვალობთ, იდეალი ვინა ვარ და უცოდველი, ვეცემით, დგებით, დავზიანდებით, ვთქვით რომ ქრისტეს სისხლით და ხორცით შევადედოთ ეს ჩვენი ცდილობები, ჩვენი ემოციონალური, ხორციელი, სიკვდილი, ყველანაირი ცდილობები და ბრძოლაში თუ არ იქები, ესე ვერ მოიგებ. ბრძოლაში კიდევ შეიძლება დაზიანდე. ესე ახლა რაღაცნაირად ჰიგიენურად და სტერილურად ვერ მოიგებ ბრძოლას, ხო? თუმცა ბრძოლაში არ არის გამორიცხული არანაირი დისკომფორტი, უფრო მეტად არის, ხო, სადაც კომფორტი. ბრძოლა. თუ არ იბრძოლე ვერ მოიგებ, თუ ვერ მოიგე, ვერ გაიმარჯვებ, თუ არ გაიმარჯვე შენს სისუსტეებზე, ვერ ცხონდები და ასე შემდეგ. ამიტომ ვეცადოთ, რომ უფალმა ის ყველაფერი, რაც ჩვენთვის საჭიროა და ყველაფერს გვაძლევს, რაც ჩვენთვის საჭიროა, იყავ ნება შენიში შედის და ის რაც ჩვენთვის საჭიროა, ის სასარგებლოც არის. რადგანაც უფალს უნდა ჩვენთვის ის, რაც ჩვენთვის სასარგებლოა. და სწორედ იმას ის სურს ღმერთს, რაც ჩვენთვის და ჩვენი საცხოვრებისათვის საჭირო და სასარგებლოა. ამიტომ რომ ვახსენებ ბრძოლა უნდა იყოს, იქნება. როგორც მინავამები ამბობს, წმინდა იოანე ამბობს, როგორც თესტს სჭირდება წვიმა, ასევე ჩვენც გვჭირდება ცრემლები. როგორც მიწა უნდა მოიხსნას და დაიბაროს, ასევე ჩვენს სულს ნიჭვის ნაცვლად სჭირდება განსასწრებელი და მწუხარება. სჭირდება როგორც ისედაც ჩვენი ცოდვების გამო გვევლინება ხოლმე, ხო? განგებულებით მისტაგოგიურად. განსასწრებელი და მწუხარება. რათა არ აღმოაცენოს რა? სარევი ჩვენ სულიერ ბაღს. შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გაამაგდეს ადამიანი. თავში არ აუვარდეს იმად რამე ვარო და დედამიწას ჩიპი არ ეგონოს თავის თორემ ცოტა ხანში მის საპირისპიროში დარწმუნდება. როგორც კი ამას გაიფიქრებს, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადიო, აი, მაშინ ცოტა ხანში უკვე დარწმუნდება ზუსტად საპირისპიროში, ზუსტად. თან ეს მკვეთრად დარწმუნდება. რომ არ გასასტიკდეს, არ გაამაგდეს და ჯანსაღი ნაყოფი გამოიღოს. და ჯანსაღ ნაყოფს ვისაც კი არ გამოიღებსო, თუ გულმოდგინად არ დამუშავებო. ამბობს წმინდა იოანე ოქროპერი ასეთ პრინციპს. მაგრამ მხოლოდ ღვთისათვის არის ღირსეული ის ადამიანი, ვინც მოინდომებს. და რაც შეიძლება ცოტათი უფრო მეტად მოინდომებს. ის კი არა მეტი აღარ შემიძლია და ეს შემიძლია და რა ვქნა და თავს მოიკატუნებს და ვთქვათ სიზარმაცის სოდას მიეცემა და თავის ვთქვათ სპეკულირებს თავის სისუსტეებზე და ოფლის კასტიყვარეობას გაუთამამდება. არა, ვინც მოინდომებს, ვინც ესე ვთქვათ უფრო მეტად განსვენს თავის გონებას, გულს, სულს, სამშვიდობოს, სხეულს, ხო? როგორც არის ასევე ამბობს წმინდა იოანე კიბისაყწერელი, როგორც სახიფათოაო ტანისამოსით ცურვა, ასევე სახიფათოა ღვთისმეტყველებასთან შეხება იმ ადამიანისთვის, ვისაც რაიმე ვნება და ცოდვა აქვს. ამიტომ ესეც უნდა მოინანიოს და განთავისუფლდეს ამ ქიმერებისგან ადამიანი. უფალი ყოველგან აქვს და ყოველ ადგილას იმყოფება. გაუფრთხილდეთ ჩვენ სულს, გაუფრთხილდეთ დროს, როგორც ერთ ფილოსოფოსი ამბობს, ყოველი მეფსეული გაელვება, ყოველი წამი პატარა მარადიულებაა.
ამ წამებისგან, ამ გაერთიანებისგან, ამ წუთებისგან, საათებისგან შედგება ჩვენი ეს მიწიერი ცხოვრება. ესე არის. და როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას, ასევე მადლიც ჩვენს გულმოდგინებას ითხოვს, რომ აგიზგიზდეს. ასევე წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს მოვიყვანო. და ეცადე რომ სულიერი სიმდიდრე მოიპოვო. ჯობია ყველაფერი დაკარგო და სულიერი სიმდიდრე შეინარჩუნო, ვიდრე ყველაფერი შეიძინო და სული შენი იზღვიო სახარებაში ეს წერია ახალ სამყაროს სავიწყო. ხო? რომ ვიცოდეთ შიშოქვაზე დაგსვას უფალმა და ჩვენთან იყოს ის ასე მაგად მოგვიზღავს ყველაფერს უეცრად. ისე ჩვენ რომ აგონია არაფრისაგან და არაისაგან შექმნა ქვეყნიერება. ყველაფერს ისე მოხსნებს, როგორც მან იცის. და მან კი ყოველივე იცის და ყოველივე უწყის. ყოველივე იცის და ყოველივე უწყის. მთელი სამყაროს ფლობელია. მოვითმინოთ ამიტომ, ნუ ვიჩქარებთ, მოვითმინოთ, სულიერად მოვითმინოთ. აი გახსოვთ არქიმედე ამბობდა მახსენდება, მომეცმე საფლელი წერტილი და მე გადავაბრუნე. ხო, ხო, ადრე დავწერე. გადავაბრუნე. საფლელი წერტილი. ჩვენ ახალი საფლელი წერტილი არ უნდა ვეძებოთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ის საფლელი რაც გვაქვს ქრისტეში მოცემული, იმას დავერქნოთ. და საფლელი წერტილი ზოგს რომ იცემ, მართლა დედამიწას გადააბრუნებს, ეს შემთხვევებიც, მცდელობის შემთხვევები იყო, რომ ის ქრისტეს დაუპირისპირდება, რომ მოინდომებს დედამიწის ეგრეთ წოდებულ სიმბოლურად გადაბრუნებას, ის თვითონ შებრუნდება უკუღმა. ამიტომ იესო ქრისტემ დაადგინა ესეთი წერტილი. ეს არის ჯვარი. გლობალური ჯვარი, ჩვენი ინდივიდუალური ჯვარი. არამდება სიკვდილი წოდლის, არამედ მოქცევა ცხოვრება მისი. და მისი ჯვარის მეშვეობით და მისი სახარებისეული განგებულების მეშვეობით განაახლა მთელი სამყაროს პირი. ეს რწმენა ჩვენი საყრდენი წერტილი, რომლის შესახებაც თავად უფალი ამბობს, ვისაც ექნება მდობის მართლისოდენ და რწმენა, ხო? თების გადაადგილება შეძლებს. არ არის ეს გადაბრუნება და თების გაწმენდა და კენჭებიდან დავიწყოთ ჩვენი ცხოვრებაში. თებს ჯერ თავი დავანებო, ჯერ კენჭები დავიწყოთ რომ ვაქცენებ. ისრული წოდები, სრული ეს გვიხერგავს. აბა ჩაგევარდეს ფეხსაცმელში ხა ეს ტრივიალური შედარება, პატარა კენჭი, აბა როგორი ვული მთელი დღე. ხო მოგიშალა ნერვები და ხო მოგისხო ნერვები და ხო დაგიზიანა ფეხი. აი პატარა კენჭი ხო ჩაგვარდნია ბავშვი არ როცა ხო? აი ვერ მოისვენებს და განთავისუფლდა, ხო? მცირე დისკომფორტს ვერ იტანს ადამიანს. წარმოიდგინეთ ახლა აი ამ ხელად ჩვენი წოდებით ჩახერგილია ხოლმე გზა. არავის გზა არ ჩაუკეტია, გზა ხსნილია. მოვინანოთ, გადავწიოთ, ესე და გზა ხსნილია. ხაერი და ჟანგბადი სულიერი შემოდის უფალს. არ ენებავს სიკვდილის სოდრის, არ მოქცევა ცხოვრების. რა არის ადამიანის დახმარება? ზურგზე მოიკიდეო ადამიანი არავის ასად არ არის ნათქვა. კი, ფიუტირთას იპირთეთ და ეს რაღაცა ჯულიგი ქრისტეს ამას განმარტებაში ჩავიხედოთ რა ასწის რომ ფიუტირთას იპირთეთ. მაგრამ ერთმანეთი მოიგიდა და შენ სხვისი საკეთებელი აკეთე და შენი საკეთებელი არ გააკეთო, ესაც არსად არ წერია. ჯობია შენი გააკეთო, არ ვიცი როგორ, შეძლებს და გვარად, ვიდრე სხვისი წყალებში წავდა. ჯობია შენი საკეთებელი აკეთო. და რაც შეეხება დახმარებას, თუ გინდა ადამიანს დაეხმარო, მენტალური დახმარება ყველაზე მაღალი, სულიერი. მე შეიძლება აზრობრივად დაეხმარო და სიტყვიერადაც დაეხმარო და პროდუქტით დაეხმარო და ბოლოს და ბოლოს რაღაც თანხითაც დაეხმარო, ყველაზე გამალი დროის დახმარება. მაგრამ ყველაზე დიდი დახმარება რა არის? რომ ადამიანს სტიმული მიცე იმისა, რომ თვით დახმარება განახორციელოს. როგორც ერთ ჩინური გავშია, ხო? იგავიც არ არის ეს. რომ თევზის დაჭერო ასწავლო, ვიდრე ერთჯერადად გაუჭირო თევზი და მიცე, ჯობია ასწავლო თვითონ ტექნიკა, თვითონ ხერხი იმისა, რომ მან თავი თვისით შემდეგ განაგრძოს და უკეთესი გახდეს, ანუ თავის თავს დაეხმაროს სტიმული მისცე და არა ვათრიოთ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, ზურგზე ვათრიოთ მოყვასი და ჩვენ თვითონ ბრმებმა სხვა ბრმები წავიყვანოთ კიდე და თხრილში გადავწვიდეთ, ნუ იქნება ესე, ხო, ნუ იყოფი. კურნალო განიკურნე შენი თავი, ჯერ შენ თავს მიხედე, მელოდიო რეკლამას აკეთებ და თმებისო ანდაზე რომ ქართული ორი მელოდიო სავარცხლისთვის ჩხუბობდაო. ჯერ შენ თავზე ამოიყვანე თმები, ხო? და მერე სხვას მიეცი სამალი
რეკლამა რო გააკეთებს რა მელოდმა თმის იმის წამლის არ ეთქვის ვიღაცა ჯერ შენი ქოჩორი მაჩვენე და მე დავიჯერებ შენი წამლის მოქმედებასო ხო ეთქვის ეს ამიტომ ერთი თმისო ყველა თმა დათვლილია თქვენ თავზე ვისაც ტრადიციაა და იცოდეთ თუ ხო უმრობად თქოთა უტრიებას ვაკეთებ არი ნერვიულს ყველა თმა დათვლილია ჩვენს თავზე და რო გავიგე ეს მე არ ამიტყვია და მე თქმა თავზე თუ დამცუდოთ მელოდია აღარ მივიქცე თავიდან გამიცადე მე როცა ვიქცეს ის გამიხარ რა კარგია ყველა თქმა დათვლილია და რას ნერვიულს შილო ესეა საჭირო თავარი შიგნი რა არის თავის შიგნი რა არის წმენა თუ გაქვს შენ ცოდნა თუ გაქვს სულიერება თუ გაქვს კულტურა თუ გაქვს თორე დააშენს ხო უტრიებას ვაკეთებ მაგრამ პროტოკოლი რო არ გამოვიდეს ხო მაგ კადაგება პროტოკოლური ნოტაციების კითხვა ცოტა გავიღიმოთ კიდევაც არაუშავს სიყვარულის ნიშნად ღვთის სადიდებლად სულის საცხოვრებლად ესეც იგავია ხო რა თქმა უნდა გვახსოვდეს ღმერთი ყველგან და ყოველთვის რადგანაც მას ყოველთვის ახსოვხართ თქვენ იმას ყოველთვის ახსოვხართ თქვენ ყოველივე იცის ყოველივე უწყის ჩვენ უნდა სულ გვახსოვდეს ის და სულ ვიქნებით უფალდა ვისაც ღმერთის ეშინია მას არავისთვის აღარ ეშინია ვისაც ღმერთის ეშინია და ახსოვს მას არაფერს აღარ ეშინია კარგი გაგებისთვის აქ რაც კიდე აკეთე და არაფერს არ მეშინიაო და გონება ხელით ჩაიქნიო თავზე ხელაღებული ყავი მაგას არ გეუბნებ ჯულის სივრცეში არის მხნე და უშიშარი ხო ჯულის სივრცეში რომ მოწეთეთი კულტურის მიმდინარეობა ამბობს ხა რაღაცა რომ რაც გინდა ისაკეთე ეს არის კანონი მაგრამ გამოტოვებულია და ეს გამონათლებელი ხალხისთვის ზოგჯერ და იმ მაშინ გაუნათლებობის რომელსაც დევიზად იღებენ ხოლმე ტელევიზიები არის მიმდინარე რომ აკეთე რაც გინდა ეს არის შენი მთელი კანონი მაგრამ იქ რაც წერია ციკში რომელსაც ხა დიდი თემა არ დავასახელებ იქ ძიმე არის მე და წერია რომ შენი ნება სიყვარულის პარალელური უნდა იყოს ანუ რასაც სიყვარული ირჩევს შენი ნები ის იყოს შენი ხელმძღვანელი და მაშინ აკეთე თუ კი სიყვარული გაქვს იმ ნების პარალელურად რომელსაც ეს სიყვარული დაურჩევს შენში მაშინ აკეთე რაც გინდა თორე ის სხვა რამე მაგრამ მაინც ის შავი მოზრება არ გამოდივა საეკლესიო მიგებით ამიტომ თუ სიყვარული მაქვს სულს მაინც ვერ გავაკეთებ ღვთის სიყვარული თუ მაქვს და შიში ღვთისა მაგრამ თუ არ სიყვარული მაქვს და არ ღვთის შიში მაქვს მაშინ ვერაფერსაც ვერ გავაკეთებ კარგს იმიტომ რომ თუ ღმერთს არ გეშინია მაშინ ყველაფერს უნდა გეშინოს ყველაფერი საშიშია მაშინ ადამიანის თუ ღმერთს არ ეშინია თავარის თუ არ ეშინია ყველაფერი მისთვის საფრთხეა ამიტომ არის სამხედრო კომუნიზმი იმიტომ ვიყო ხო ვიც არ მუშაობს არ ჭამს და არ შეშინია ამოაწალე სახარებიდან და სამხედრო კომუნიზმი მივიდა თითო კაცი ორი მტერია ორი კაცი ოთხი მტერია და ასე შემდეგ გაამრავლეთ შემდეგ მიმდევრობა მიდის ეს რაოდენობის მტრები გამოდის გარშემო ყველაფერი შენი მტერია ყველაფერი შენი ასე ვთქვათ მოწინააღმდეგეა შენ ყველა გითხრის ძირს ყველა შენთვის როგორ უნდა ცუდი ყველა ცუდი როგორაა ისევ შენ არ ვარ გიხარ ერთხელ დაფიქრდი ყველა ცუდი გარშემო როგორ შეიძლება იყოს არ მოხსნია კითხვა რომ შეიძლება შენ არ ვარ გიხარ და შენ გამოასწორო იქნებ მაქედან დავიწყო შენ უნდა გამოასწორო შენი თავი აქედან უნდა დაიწყო თორე ყველა ცუდი როგორ არის შენი შეცდომები გამოასწორე და შემდეგ გენერირებ შენ სხვაშიც რომ უკეთესი გახდეს ის შეგხედავს რა შენ ადიდებდეს მამასა და ძესა და წმინდა სასულს ხო გვახსოვდეს უფლის გვეშინოდეს უფლის სიყვარული გვეშინოდეს უნდა გვეშინოდეს ღმერთის არ როგორც ტანჯველის და რაღაცა დესპოტის და ტირანის არამედ გვეშინოდეს ის სიყვარული ღვთისა მაცხოვნებელია და რა წარმავალი და დესპოტური უპატორულია ის სიყვარული ეს მინდა გისურვებ თქვენ ხართ უფლის საყვარელი შვილები და ეს ყველაფერში მჟღავდება როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს აპოსტოლური მამა ამბობს რომ ეხლა ამ სოფელში როგორც ზამთარში ვერ გაიგებ რომელი ხია გამხმარი და რომელი ნუ მარადმწვანე ხელზე არის ლაპარაკი რომელია გამხმარი და რომელი არის ცოცხალი ნედლი მანამ სანამ გაზაფხული არ მოვა მანამ ვერ გაიგებ ასე ვერ გაიგებ აქ ვინ არის სანამ იქ ნაყოფს არ გამოიღებს მერე და იქ არ გამოჩნდება მერე
ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ არ გამოვიღოთ, აქ ვიყოთ ცოცხლები სულიერად ღმერთთან, რომ მე იქ ეს დახვდეს. რომ აქედან არავის არაფერი არ წაუღია. აქაური პირდაპირ პლასტიკურია, იქაური გაგრძელებისა. უფალს უყარხართ, კი აგიგოთ ამას სოფლიდან აღებული ხართ, მაგრამ სამაგიეროდ უფალს მშობლად უყარხართ. ეს მშობლის სიყვარული ყველაფერში ვლინდება, ყველაფერში გვასწავლის უფალი. ყოველთვის კითხვა უნდა ვიცოდეთ. თუ შენ არ იცი კითხვა, შენ ვინმეს დაეკითხე, ვინც იცის კითხვა, ან ისწავლე. ან თუ არ იცი და სწავლა არ გინდა, ძალიან ცუდია, მაშინ რო არ იცი ერთი ცოდვა, მაგრამ მეორე ცოდვა რო არ გინდა ისწავლო. კარგი, თუ არ გინდა ისწავლო და გეზარება და არც იცი, ვინც იცის, იმას კითხება ნონო და იქიდან გაიგე და იქიდან ისწავლე, ხო? და გაგვეთილებ გამოისმინე და განისწავლე, რომ აღასრულო შენი ადამიანური დანიშნულება, რასაც ყველას მისურვებთ. ამ მინდა რომ დაგლოცოთ, ვილოცოთ, ვეზიაროთ, შევუნდოთ, ვაპატიოთ, სიტყვა ხშირად იყოს ლექსიკონში შემინდე, მაპატიე, ვიპატიებე, შემინდია, ჯვარის გადასახვა, სულიერი შვების მიცემა, ყველასათვის დახმარება, ყველასთვის კეთილგანწყობა და რასაც სხვას უსურვებთ, ის მოვა ჩვენთან, როგორც ნათქვამია, ხომ? როგორც მოეკეციოს ეს სხვას, როგორც შენ გინდა რომ მოეკეცენ. არ გაუკეთო სხვას ისე, რაც შენ არ გინდა რომ გაეკეთონ. ამას ეს ყველაზე მარტივად რო ვთქვა. ეს ოქროს წესი ქრისტიანობის დანარჩენი ყველაფერი განმარტებებია. და ასე ვთქვათ, თავარი ჯულის ეს არის სახელმწიფოს წერი ეს. მადლობა ჩვენს იესოს ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.